გადავიდეთ სრულიად სხვა თემაზე. საქართველოში მყინვარები კატასტროფული სიჩქარით ქრება. 1950 წლის შემდეგ მათმა რაოდენობამ ქვეყანაში თითქმის 150-ით იკლო. მარტო თერგის აუზში ამ პერიოდში 40-ზე მეტმა მყინვარმა შეწყვიტა არსებობა. ეს უკვე დარღვეული კლიმატური ბალანსის ნიშანია, მყინვარების გაქრობა კი კიდევ უფრო დისბალანსს გამოიწვევს. სხვა საფრთხეებთან ერთად ეს სტიქიური უბედურებების რისკს ზრდის და ასევე სარწყავი და სასმელი წყლის მარაგების შემცირებას იწვევს. მყინვარმა ბოლო თითქმის 120 წლის განმავლობაში სიგრძეში მოიკლო დაახლოებით 2 კილომეტრით. ეს არის რომ მოცულობაში ყინული გადნა რამდენიმე მილიონი კუბური კილომეტრი. მყინვარი გერგეთი რომ დაპატარავდა მეცნიერები წინა საუკუნეებთან შედარების საფუძველზე ამტკიცებენ. ძველ და ახალ ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ 1890 და 1950 წლებთან შედარებით დღეს ყინულის საფარი ხეობაში თითქმის აღარ არის. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გლაციოლოგიურ ჯგუფს რამდენიმე დღიანი ექსპედიციის შემდეგ უკვე აქვს ახალი მონაცემები, რომელთა თანახმადაც თერგის აუზში ბოლო 64 წლის განმავლობაში 99-დან 41 მყინვარი მთლიანად გაქრა. ამ კუთხით ეს რეგიონი საქართველოში ლიდერია, რადგან ყოველწლიურად ყინულის საფარი აქ 20-25 მეტრით უკან იხევს. აუფო კონტინენტურია, ტემპერატურის მატება აქაც შეინიშნება, მყარი ატმოსფერული ნალექების შემცირება, შესაბამისად ნობა იმატებს, ტემპერატურის მატება თან ერთვის ამ პროცესს და გარდა ამ ყველაფრისა დიდი დაქანება რელიეფის იწვევს მყინვარების ნგრევას. თუ ამასთან ერთვის ხეობაში დაგროვილი მყარი მასალა, გამოფიტული მასალა, რომლის მაგალითი ჰქონდა 17 მაისს და შემდეგ უკვე აგვისტოს თვეში, ეს ყველაფერი ერთმანეთში წყალი, მყარი მასალა, ყინული, არეული ერთმანეთში იწვევს უკვე სტიქიურ პროცესს, რომელსაც უკვე დამანგრეველი ძალა აქვს. დევდორაკი, გერგეთი და სუათისი თერგის აუზის მყინვარებია, რომლებსაც მეცნიერები ამ ექსპედიციის დროს იკვლევენ. თუმცა მათი შესწავლის საგანი მიზეზებიცაა, რომლებიც მყინვარების დნობას იწვევს და შედეგებიც, რომლებიც ყინულის მასის გაქრობას მოსდევს. ამისათვის პროცესებს მყინვარებს ქვემოთ, მდინარე დევდორაკის ხეობაშიც აკვირდებიან, რომელიც გაზაფხულსა და ზაფხულში ძლიერი სტიქიისგან დაიტბორა. მეცნიერების თქმით, კლიმატი იცვლება და დათბობის ტენდენცია აშკარაა. თუკი გაგრძელდა ტენდენცია ატმოსფერული ნალექების შემცირებისა, ჰაერის ტემპერატურის, ზაფხულის განსაკუთრებით მატების და თუკი ზამთარშიც არ იქნა იმდენად დაბალი ტემპერატურა, რომ აი ამ მოსული მყარი ატმოსფერული ნალექების თოვლად და შესაბამისად ფილნად გარდაქმნა მოხერხდა, რა თქმა უნდა ეს პროცესი უფრო რთულ ხასიათს მიიღებს და უფრო მწვავე იქნება და მყინვარები კიდევ უფრო დაიკლებს უკან. მეცნიერები ხეობაში სტიქიების გამეორების შესაძლებლობასა და ამის გამომწვევ მიზეზებსაც ხსნიან. დროის დადგენა თუ დავსვათ როდის მოხდება ეს პროცესი და როდის განმეორდება შეუძლებელია. ამ ხეობაში პროცესის განმეორებადობას ორმა ფაქტმა შეიძლება შეუწყოს ხელი, ეს არის უხვი ატმოსფერული ნალექი, კონკრეტულად იმ ხეობაში, სადაც ეს ნაშალი მასალა არის ამ ეტაპისთვის დაგროვებული და მეორე კიდევ სეისმური აქტივობა, რომელიც ამ ხეობისთვის არის დამახასიათებელი. თბობის ტენდენცია თერგის აუზს გარდა შეიმჩნევა მთელ საქართველოში. გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგთა ჯგუფი ერთადერთია, რომელიც საქართველოში არსებული მყინვარების მდგომარეობას შეისწავლის. ინსტიტუტი ბოლო 10 წელია ექსპედიციებს მთელ ქვეყანაში აწყობს. ამჯერად მყინვარების შესასწავლად მეცნიერები შვეთა რუსთაველის ფონდის დაფინანსებით მუშაობენ. პროექტისთვის იყენებენ სატელიტიდან გადაღებულ გამოსახულებებსაც, რომლებსაც ამერიკიდან გლაციოლოგთა საერთაშორისო ორგანიზაციიდან იღებენ. მყინვარებზე მუშაობას ადრე გაზაფხულზე იწყებენ და ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. შეიძლება გავსაზღვროთ მაგალითად მყინვარში გავაკეთოთ შურფი, ანუ ამოთხაროთ მყინვარი ბურგის საშუალებით და შიდა ფენები გავსაზღვროთ. არის ასევე მაგალითად ადრე გაზაფხულზე თვითონ ფინში გავაკეთოთ თოვლის საფარის სიმკვრივი გამზომოთ. არის ასე ტემპერატურის განსაზღვრა, ქარის მიმართულება, მოსული ატმოსფერების რაოდენობა და მრავალი სხვა. მკვლევარების მონაცემებით საქართველოში ბოლო 64 წლის განმავლობაში მყინვარების რაოდენობამ 159-ით დაიკლო. მათმა საერთო ფართობმა კი 200 კვადრატული კილომეტრით. თუმცა მეცნიერების თქმით ეს ტენდენცია არ ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში მყინვარები საერთოდ გაქრება. მათი განმარტებით ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა მას გარემოზე ადამიანის უხეში ზემოქმედებაც ამძაფრებს.